გამარჯობა, მე ვარ ანასტასია ჩიტაიშვილი, ლიტერატურის მოსწავლე. და მე ვარ მარიამ ჯოლხიძე, ასევე ლიტერატურის მოსწავლე. საყოველთაოდ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ ადამიანის უფლებები ხშირად ილახება და ჩვენი აზრით აუცილებელი ამაზე საუბარი. ამიტომაც ჩვენი დღევანდელი პოდკასტი სწორედ ამას დაეთმობა. მოკლედ, პირველ რიგში რა არის ადამიანის უფლებები? იმით დავიწყოთ, რომ ყველა ადამიანი იბადება თანდაყოლილი უფლებებით, მიუხედავად მისი რასისა, სქესისა, წარმომავლობისა, რელიგიისა თუ სხვა ნებისმიერი სტატუსისა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის, განათლების და ასევე სიტყვის თავისუფლების. როგორც ვახსენე, ყველა ადამიანი იბადება თავისი უფლებებით, რომელიც შელახვის უფლებას არავის აქვს, ხო? იმიტომ რომ როგორც ვიცით, შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. და ანუ ეს თავისუფლება არის ადამიანის ბუნება. და ანუ მარიმ რო ვთქვათ, რით განისაზღვრება ეს ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები განისაზღვრება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით და ნამდვილად საინტერესოა მისი შექმნის ისტორია, თუ რას მოიცავს და რატო გახდა საჭირო საერთოდ მისი შემუშავება. როგორც ვიცით, 1940-იანი წლების დასაწყისში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა. ამიტომაც გაირო 1958 წელს მიიღო ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, რათა მომავალში არ განიცადოთ მსგავსი ტრაგედიები. და მის მიღების მიზანი იყო ადამიანის უფლებების ძირითადი უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა და თავისუფლების ხელშეწყობა ყველა ქვეყანაში, რათა ადამიანები დაცული ყოფილიყვნენ როგორც ფიზიკური, ისე სამართლებრივი და სოციალური ძალადობისგან. და ეს დეკლარაცია მოიცავს 30 მუხლს და მასში მოცემულია ადამიანის სიცოცხლის, სიტყვის, თავისუფლების, განათლების, რელიგიის და სხვა უფლებები, ასევე სოციალური უფლებები, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა და ყველა ადამიანის თანასწორობა და სამართლებრივი დაცვის უფლება. ასევე ეს დეკლარაცია აღიარებულია სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ და წამყვანი ქვეყნები მას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ეს განვიხილოთ, თუ ანუ ვინ უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცვას. მოკლედ, პირველ რიგში ყველაზე მთავარი არის სახელმწიფო. სახელმწიფო არის პოლიტიკურ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გაერთიანებას, ამყარებს მასში სიმშვიდეს და არის უფლებებისა და თავისუფლების გარანტი. ამ ყველაფრის განსახორციელებლად მას სჭირდება სხვადასხვა ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი რა თქმა უნდა სხვადასხვა დონეზე აკონტროლებენ ამ ყველაფერს და იცავენ იმ უფლებებს, რომელიც არის საყოველთაო დეკლარაციაში შეტანილი. მოკლედ, ამ ყველაფერზე ლაპარაკის შემდეგ მახსენდება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფილოსოფოსის და ჩემი საყვარელი, მოკლედ ასე ვთქვათ, ხო, ჩემი საყვარელი ფილოსოფოსია არისტოტელე და მოწონს როგორც აზროვნებს და მე ვეთანხმები ეხლა რასაც იტყვის. მოკლედ, ის ამბობდა, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი და მისი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ხალხისთვის შექმნა სრულყოფილი ცხოვრება. მოკლედ, ის ამტკიცებდა, რომ კეთილგანწყობილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო, სადაც ხალხი შეძლებდა სრულყოფილ ცხოვრებას და ანუ შეძლებდა განვითარებას და წინსვლას. ამით კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გამახვილო იმაზე, რომ არისტოტელემ ძალიან კარგად ჩამოყალიბა და ანუ ყურადღება გამახვილა მოკლედ ამ სახელმწიფოს როლზე. კი, გეთანხმები ნამდვილად და როგორც წინაზე თქვი, რომ ყველანი თანასწორები ვიბადებით. ეხლა მინდა რომ განვავრცო ცოტა და დავფიქრეთ, მართლა ესეა თუ არა, რადგან შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა ხომ, რომ რადგან ადამიანები სხვადასხვა გარემოებაში, სხვადასხვა შესაძლებლობებით იბადებიან, ეს ასე არ არის. და მაგალითად რომ ავიღოთ ერთი ადამიანი, რომელიც 2 წლის ასაკიდან მღერის თითქოს და გამოირჩევა ნიჭით, განსაკუთრებული ნიჭით, მაგრამ მეორე რომელიც მხოლოდ 4 წლის ასაკში იწყებს საუბარს, არ გამოირჩევა თითქოს და ნიჭიერებით. მაგრამ შეიძლება ეს უკანასკნელი უბრალოდ სხვა ტემპით ვითარდებოდეს, არა? და ეს იმას არნიშნავს, რომ ერთია უკეთესი ან მეორე უარესი. რადგან ადამიანები თანასწორები არიან არა მხოლოდ შესაძლებლობებით, არამედ მათ შეჩადებული პოტენციალით, რომელიც ფასდაუდებელია და არ ვიცით როგორ და რა სახით იჩენს მომავალში. ასევე კიდევ ერთი დილემა ჩნდება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მარცემის დიდ წარმატებას მიაღწია
და იმაზე ვინც შესაძლოა ვერ აღწევს ისეთივე წარმატებას, ან უბრალოდ უმუშევარია. მაგრამ ეს ამ წარმატების მიღწევა შეიძლება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც არის ძალისხმევა, გარემოებები, განათლება, საბუდისწერო შემთხვევებიც კი და სხვა. და ესეც არნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც უმუშევარია, ნაკლები შესაძლებლობა აქვს, უფლება თავის მხრივ ნობელის პრემიის მფლობელიც შეიძლება იყოს აღიარებული თავისი მიღწევებისთვის, მაგრამ არც მისი თავისუფლება და უფლებები განსხვავდება სხვა ადამიანის უფლებებისგან, ხო? ამაზე მახსენდება საბჭოთა კავშირი. ის თანასწორობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა იყო. და როგორც ვიცით, საბჭოთა კავშირი ცდილობდა თანასწორობის დამკვიდრებას, მაგრამ ეს გადაიზარდა რადიკალურ მიმდინარეობაში და სახელმწიფო ზემოდაც ჩართული იყო ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომაც ადამიანის უფლებები ელახებოდა. ისინი ცდილობდნენ, როგორც მარიმ თქვა, აკონტროლებდნენ ყველაფერსო და კონკრეტულად რა გააკონტროლეს, მოკლედ მათ ისინი აკონტროლებდნენ ხალხის ლაპარაკს, ლიტერატურას და ანუ ხელოვნებას თუნდაც და ყველაფერს დაედო ცენზურა და ანუ ასევე ამასთან დაკავშირებით გვახსენდება ნაცისტური გერმანიის მაგალითი, სადაც ასევე ელახებოდა ადამიანის უფლებები, ხო? ხო, მაგრამ ეს რაღაცნაირად განსხვავებული იყო საბჭოთა კავშირისგან. იმიტომ რომ ანუ საბჭოთა კავშირში ანუ საბჭოთა კავშირის ფუძე დედო ის რომ თითქოს თანასწორი უნდა ყოფილიყო ეს ასე ვთქვათ რეჟიმისავით, მაგრამ ანუ ხედავთ რომ არ იყო ხო თანასწორი, რადგანაც ყველას აკონტროლებდნენ და აქ პირდაპირ ხედავთ რომ ანუ თანასწორი არც იყო და არც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჰიტლერი ფიქრობდა იმას რომ გერმანელები, როგორც თვითონ, იყვნენ, ასე ვთქვათ, გამორჩეულები და ჰქონდათ წმინდა სისხლი. ამიტომაც დევნიდნენ მათგან განსხვავებულ ხალხს, როგორც აი მაგალითად როგორც გმობდნენ ებრაელებს. წარმოვიდგინე როგორ შიშში ცხოვრობდნენ და ანუ წარმოვიდგინე ის გრძნობა როგორია, როცა ანუ ხმას ვერ იღებ და რო გეშინია ხმის ამოღების არა და გულში გრძნობ რა, როგორი ისიც არის. გინდა რო თქვა, მაგრამ ვერ ამბობ, იმიტომ რომ გეშინია, რომ შეიძლება რამე რო თქვა, მოგკლავენ არა მარტო შენ, არამედ შენ საყვარელ ხალხს. და ეს ძალიან ჩემი აზრით ძალიან ისეთი არა გულისამაჩუყებელი და იმას რო წარმოვიდგენ, რომ ადრე არა მარტო ანუ ხალხს რისი გამოუწიას და ანუ ამ ყველაფრის შემდეგ ეს როგორც გადაიტანეს, რეცნიერები არიან. ხო, და დავუმატებ, რომ ებრაელების მსგავსად იდევნებოდნენ ასევე ისინიც უმცირესობებიც, როგორც იყვნენ კომუნისტები, შუშებები, ბოლშევიკები და ასევე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირები და მათმა უმრავლესობამ ცხოვრება ებრაელების მსგავსად გაზის კამერებში დაამთავრა. და ასევე გერმანიაში იყო უსამართლო სასამართლოებრივი სისტემა, რადგან ნაცისტებმა ხალხს ჩამოართვეს თავისუფლება, კონფიდენციალურობა და ძირითადი უფლებები. და შეგვიძლია ეს ტოტალიტარული გერმანიის მაგალითი შევადაროთ უთანასწორობის რადიკალურ მაგალითს, როდესაც არიული რასა უპირატესია და სხვა დარჩენები კი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. და ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია უპრეცედენტო სისხლის ხრა და რეპრესიები, რომელიც სამყაროს ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოუშვებია. და ამაზე მახსენდება ერიკ ემანუელ შმიდტის წიგნი ნოეს შვილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მამა პონსიც. მამა პონსი მიუხედავად მისი ასაკის და გარემოებებისა რჩება ჰუმანიზმის, თანასწორობის და ადამიანის უფლებების ძლიერ მცველად. და მას კი შეიძლება იშენდეს თავისი ისა გადაწყვეტილებების შედეგების, მაგრამ მან მაინც რისკავს ყველაფერს და ანუ თავს და შეიფარებს ებრაელ ბიჭუნას. ხო, მეც ეგოც, ანუ მეც წიგნი წაკითხული და ანუ ძალიან მომწონს მამა პონსის გამბედაობა, რომ აი მაინც აგრძელებს და ცდილობს რომ ანუ რადგანაც განსხვავებულები არიან, როგორც თვითონ თვლიდნენ, რა ქვია, ებრაელები, მაინც რომ უნდა რომ შეუნარჩუნოს მათი იდენტობა და აი ეს პროცესი არის. და მამა პონსი თვლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის წარმომავლობას და მათი ისტორიას, ისინი მაინც არიან სიცოცხლის ღირსნი და ამიტომაც გააკეთა ის, რაც გააკეთა და ანუ მისი რწმენა ცალსახად უარყოფს იმ ნაცისტურ პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ ებრაელები არიან მეორეხარისხოვანი ადამიანები. ხოლო ამ პატარა ბიჭუნას თვალით დანახული ნაცისტური დევნა არის წამოდგენილი როგორც სრული სიბნელე და ის ხედავს როგორ ძალადობენ ხალხს მხოლოდ იმის გამო, რომ ებრაელები არიან და ანუ მათი სულის არსებობასაც კი უარყოფენ და რამდენად დიდი ტრაგედია ეს.
ხო, ანუ მე მაგალითად პირიქით რამდენიც მაქვს წაკითხული და რაც გამიგონია, ანუ ეს ჩემი აზრით ბავშვები იფიქრებენ, რომ ანუ რადგანაც თვითონ ებრაელია და რადგანაც ებრაელი დაიბადა, ესე იგი არასწორია და ანუ რაღაც ცუდი რასისგან არის, ანუ არ ვიცი რა იქ როგორ თქვა, მაგრამ ანუ თავს ეგრე წარმოიდგენდნენ, რომ ანუ რაღაც არასწორია და ანუ ცუდს აკეთებს და რადგანაც თვითონ არის ებრაელი, ცუდია, ანუ ცუდი ადამიანია და ანუ ეს იყო ძალიან ცუდი რა. კი და ანუ მე საერთოდ ჩემს მეგობრებსაც ხშირად უშავ ხოლმე აწიგს, რადგან ანუ მართლა კარგად არის გადმოცემული თუ რას განიცდიდნენ ებრაელები მაგ დროს და ჩემი აზრით თუ ანუ ისეთი რამ არის, რაც ყველა უნდა იცოდეს თუ რა ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში და ამიტომაც რა ვიცი, ანუ ძალიან მოწონს ეს ერიკე მანაშვილის ანუ მაგრამ იდეაში ეს ყველაფერი ხო ფილმებშიც არის რა წარმოდგენილი. კი, რა თქმა უნდა და მახსენდება დისტოპიური ფილმები განსაკუთრებით, მაგალითად ჩიმჩილის თამაშები. და მოკლედ რომ მოყარაზე არის ფილმი, სახელმწიფო დაყოფილია 12 ოლქად და პირველი ოლქი არის ყველაზე მთავარი ქალაქი კაპიტოლიუმი, საიდანაც ეს დიქტატორი პრეზიდენტი სნოუ მართავს მთელ ქვეყანას. და ანუ რა თქმა უნდა დიქტატორს არ უნდა რომ იცხოვროს ისეთივე ცუდ პირობებში როგორც მისი მოსახლეობა ცხოვრობს, ამიტომაც კაპიტოლიუმი შედარებით კეთილმოწყობილია ვიდრე სხვა ოლქები. და ანუ მთავარი რაც წარმოჩენილი ფილმში არის ის, რომ მოსახლეობის ყველა მნიშვნელობა და როგორც საბჭოთა კავშირში, ისე სახელმწიფო ძალიან მეტად ჩართულია ხალხის ცხოვრებაში და ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. და პერსონაჟებმა კი პოვის წინააღმდეგობის გაწევის დახვეწილი გზები, მაგრამ ფილმების სერია მაინც არ სრულდება ადამიანის უფლებების დაუყოვნებელი აღდგენით. საბედნიერო ის არის, რომ ბოლოს პრეზიდენტი სნოუს დიქტატორული რეჟიმი იშლება და მის ადგილს ახალი ხელმძღვანელობა იკავებს. და ასევე ოლქები იმუშავებენ თანასწორობაზე და სამართლიანობაზე ორიენტირებული იმის მთავრობის ჩამოყალიბებაზე. და ისიც საინტერესოა თუ რატომ იქნება დღესდღეობით ასეთი ნაწარმოებები და ფილმები. და ჩემი აზრით ხელოვნება ხალხს ანუ მიანიშნებს, რომ თუ რა შეიძლება მოიტანოს ადამიანის უფლებების ასეთმა შელახვამ. და რომ ყოველთვის არსებობს საფრთხე ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის. ხო, ჩემი ანუ ეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ის არის, რა ქვია, მეთოდი, რომ ანუ ხალხს დაანახო თუ რა ხდება სინამდვილეში, რადგანაც ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც ხომ მაგას აკეთებდნენ. მოკლედ, ამ ყველაფერზე მახსენდება ყველაზე ერთ-ერთი გავრცელებული თემა ქალების უფლებები, რომელზეც ანუ პირადად მე ძალიან შესუხებული ვარ, რადგანაც როგორც გოგო შემიძლია ვთქვა, რომ ადრეც ხდებოდა, ანუ ადრეც ძალიან გავრცელებული იყო ეს პრობლემა, ოღონდ ადრე უფრო ასე ვთქვათ ხშირი იყო ეს. აი ხალხს არის ხშირი და ანუ ის მაკვირვებს, რომ თითქოს ბევრი დრო გავიდა 21 საუკუნეა, მაგრამ მაინც რო ხვდებით ამ პრობლემას. ანუ ირანში როგორ ხდებოდა თავს მაგალითად, ხო? კი, ანუ ყველაზე ხშირად და ყველაზე აფიოდ ხედავთ ირანში, აი, იმიტომ რომ გოგოებს ავალებენ ჰიჯაბის გაკეთებას და მთლიანი ტანის დაფარვას. ეს ანუ ამ კანონებს რო არ დაემორჩილონ, მათ ცემენ, ციხეში ჩასვლენ, ან უარესი შეიძლება მოკლან კიდეც და ანუ ეს ჩემი აზრით ძალიან არასწორია. წაკითხული მაქვს პერსეპოლისი წიგნი, სადაც არის აღწერილი თუ ანუ ირანის რევოლუცია თუ როგორ იბრძოდნენ ქალები და თუ როგორ მოახდინეს და როგორ ჩამოყალიბდა და როგორ მივიდა საერთოდ ირანი იქამდე რომ გოგოებს და ქალებს უნდა აკეთებოდათ ჰიჯაბი. ერთ-ერთი ახლანდელი მოვლენა არის ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გოგოს, ახალგაზრდა გოგოს შენიშვნა მიცეს არასწორად ჰიჯაბის ტარებაზე. და მან პროტესტის ნიშნად გაიხადა და სასწრაფის ამარად დარჩა. როგორც შემდეგში, ანუ ამ კადრებში ვხედავთ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სანამ ანუ მანქანაში ჩასვამდნენ. და ანუ მე კი ვიცით, რომ ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ მაგას უკვე რა აზრი აქვს. ამ ყველაფერზე ლაპარაკის შემდეგ არ შემიძლია არ ვახსენო ავღანეთში მიმდინარე პროცესები. ხელისუფლებამ ქალებს შეუზღუდა თითქმის ყველაფერი, ანუ ესე რომ ვთქვათ, ცხოველებს უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე ქალებს. და ანუ ეს ძალიან რაღაცნაირი ანუ საშინელება, იმიტომ რომ ქალებს ასევე საზოგადოებაში აეგრძელათ ლაპარაკი.
არა მარტო ლაპარაკი, კითხვა, სწავლა, ანუ განათლების უფლებაც კი არ აქვს და ანუ ჩემი აზრით ეს ძალიან მძიმე ანუ ასე ვთქვათ მოვლენაა ხო და ანუ ძნელი იქნება აქედან თავის დაღწევა და ანუ ხო რა. კიდე ამ საკითხთან დაკავშირებით გამახსენდა მაგალითად მალალას ისტორია და მან მასთან დაკავშირებით დაწერილი წიგნი მე ვარ მალალა. და ამ წიგნში აღწერილია თუ როგორ შეიჭრა თალიბანი მალალა ამ ავღანეთში მალალას ხეობაში და როგორ დახურა და განადგურა გოგონების სკოლები. და 15 წლის მალალა იუსაფზაი, ანუ პაკისტანელი მალალა იუსაფზაი საუბრობს კი არა ანუ განათლების უფლებისთვის და მას ამ საზოგადოებაც კი უსაუბრია მათ მნიშვნელობაზე. რის გამოც 2012 წელს თალიბანის შეიარაღებულმა პირმა როდესაც მალალა სახლიდან სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ანუ შულში ესროლა. და ანუ მალალა გადარჩა საბედნიეროდ და განაგრძო აქტივიზმი. შემდეგ თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციაც კი შექმნა მალალას ფონდი გოგონების განათლებისთვის. და ანუ ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გოგონების განათლების ხო, მიღებაში და ანუ განვითარებაში და ანუ ჩემი აზრით ძალიან სწორიც გააკეთა, იმიტომ რომ ანუ ძალიან კარგია და ის კარგი რა ანუ გამბედავი რო არის, ეგ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩემი აზრით მოკლედ საერთოდ დედამიწას და ანუ ამ სამყაროს ჭირდება ეგეთი ხალხი, ანუ გამბედავი ხალხი ჭირდება, რომელიც ანუ ხმას ამოიღებს, იმიტომ რომ ყოველთვის ასე ვთქვათ, სიჩუმეში ვერ ვიჯდებით და ანუ გონი ან ვერც და არც ვიჯდებით, იმიტომ რომ ადამიანს ისეთი ასე ვთქვათ უნარები აქვს და ანუ ასე ვთქვათ მებრძოლია რა ადამიანი ჩემი აზრით, როგორც ანუ ერთი სიტყვით რო ვთქვა, იმიტომ რომ მისნად რასაც დაისახავს და ანუ მის მიღწევას მოინდომებს, ანუ მის მიღწევასაც მოინდომებს, ჩემი აზრით მიაღწევს რა და ანუ ძალიან მომწონს მისი გამბედაობა და ანუ ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა მოუწია ხა შენ როგორც ახსენე, ანუ შუბლში ესროლეს და ანუ ამის შემდეგ რო არ შეშინდა და პირიქით კიდე უფრო რო განაგრძო ამაზე ლაპარაკი, ანუ ის ჩემი აზრით ძალიან დიდი ნაბიჯია წინ, იმიტომ რომ ანუ ამ ისტორიით ჩემი აზრით არა მარტო გოგოები, არამედ ანუ კაცებიც კი ანუ დაფიქრდებიან და ანუ ძალიან კი და ანუ ჩემი აზრით ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც თუნდაც ორგანიზაცია როდესაც შექმნა საქველმოქმედო, მაგრამ თავი არის რომ ის გააკეთა და არ შეჩერდა და პირიქით ანუ არ სურდა რომ სხვებსაც შემთხვევდათ იგივე ტრაგედია რაც მას შეხვდა. და ამ ყველაფერს ლაპარაკის შემდეგ არ ჯობია მარიქ განვიხილოთ თუ რა არის თანასწორობა? თანასწორობა გულისხმობს ყველას თანასწორ მოპყრობას და მათ შეფასებას საქციელების და ქმედებების მიხედვით და არა გარეგნული, რელიგიური და სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით. ხო და ანუ სწორედ ესე არ წერია სახარებაში იმას წაკითხავ. ხო, მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დაალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი ვიყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მემდეველთა და შეურაცხყოფელთათვის. რადგანაც თუ გეყვარება თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური, განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც, და თუ მოიკითხავთ ხოლოს თქვენს მოძმეთ, უშუალოს რას ჩადიხართ, განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც, მაშინ იყავით სრულქმნი, როგორც სრულქმნია თქვენი სეციური მამა. ამ თანასწორობაზე ლაპარაკისას გამახსენდა ჯორჯ ორულის წიგნი ცხოველების ფერმა, სადაც მინდა მოვიყვანო კიდევ ერთ-ერთი ციტატა. ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია. ეხლა რომ განვაცხოთ, ჩემი აზრით ჯორჯ ორულს იმის თქმა უნდა, რომ ყველას თანასწორობის მიუხედავად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც უფრო მეტი პრივილეგია და ძალაუფლება აქვთ, ამიტომაც ანუ ეს უარყოფს თანასწორობის პრინციპს სრულად და ესეთ ხდებოდა მაგალითად საბჭოთა კავშირში, სადაც ხალხს აჯერებდნენ და ატყუებდნენ, რომ ყველა თანასწორი იყო, მაგრამ ანუ ეს უბრალოდ ტყუილი იყო და ილუზიას უქმნიდნენ. და ამასთან დაკავშირებით მახსენდება მონობა თუ რა ხდებოდა ამერიკაში 1619 წლიდან 1860 წლამდე, როდესაც მილიონობით აფრიკელი იძულებით ჩაიყვანეს ამერიკაში და დაამონეს. და ეს მათი ისტორია ასახავს ხანგრძლივ ბრძოლას სისტემურ თანასწორობასთან და სისასტიკესთან. მონობა შეადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების რასობრივი თანასწორობის დიდ ნაწილს, რადგან ფერად კანიანებს კანონიერად მოიხსენიებდნენ როგორც საკუთრებას და არა ადამიანებს.
და მონარქოლოგიური წყობის დაშლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში მაინც დარჩა ეს ჩაგროლობითი დამოკიდებულება ფერადკანიანების მიმართ, ანუ რასიზმი. და რასიზმი თვითონ როგორც მოსაზრება და შეხედულება არ არის დანაშაული, მაგრამ რასისტული ქცევები, როგორიცაა შევიწროება ან დისკრიმინაცია, ხშირად კანონით ისჯება. ასევე როდესაც ვლაპარაკობთ დისკრიმინაციაზე, შეგვიძლია მოვიყვანოთ LGBTQ-ს მაგალითი. ხალხი მათ ყოველთვის ფიზიკურად უსწორდებოდა და გმობდა იმის გამო, რომ ისინი ჩვენგან განსხვავებულები იყვნენ. ხალხი ზოგჯერ, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ რელიგიით ამართლებს, მაგრამ ანუ ეს რომ შევხედოთ, ღმერთი იმას არ ამბობს, როგორც მე ვახსენე, რომ ყველა თანასწორად უნდა გვიყვარდეს. რადგან ანუ ღმერთის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და ყველას ანუ ერთი უფლებები გვაქვს, ხო? იდეაში ხომ ათიმცნებაც ამას გვასწავლის და ანუ ხას უსვამს იმას, რომ ყველა მოდასცეს პატივის სხვის უფლებებს და ღირსებას. და ასევე ათიმცნება გვასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ერთმანეთს და რომ უნდა შენარჩუნონ ჰარმონიული ურთიერთობა როგორც ერთმანეთთან, ისე ღმერთთან. და ეს ათიმცნება ანუ ეფუძნება მორალურ ფასეულობებს, როგორც არის მაგალითად სიყვარულის და სოლიდარობის პრინციპები. და ასევე დავუმატებ, რომ მათი სიძველი არ ისნობს იმას, რომ ისინი მოძველდა, რადგან ეს ცნებები მარადიულია. რომ დავაფიქრდეთ, ათიმცნებაც გვასწავლის სამართლიან მოპყრობას და სამართლიანობაზე პირველი მახსენდება ჰარპერის წიგნი ნამოკლავ ჯაფარას და მის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ატიკუს ფინჩი, რომელიც არის სიძლიერის, სამართლიანობის და თანასწორობის სიმბოლო. როგორც ქალაქ მეიკომის ცნობილი ადვოკატი, მას სჯერა, რომ ყველა ადამიანი არის სამართლებრივი მოპყრობის ღირსი, ანუ მიუხედავად მისი რასისა თუ სოციალური სტატუსისა. და რომ ყოველთვის ანუ რთულ სიტუაციებშიც კი სიმართლე უნდა იყოს დაცული და ნამდვილი სამართლიანობა და თანასწორობა შედგება მაშინ, როდესაც ადამიანები შეფასდებიან მათი ქცევების მიხედვით და არა სხვა ნიშნების მიხედვით. დაიმარია მომდენი საუბრის შემდეგ, რადგან კვლავ შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ. ანუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე და ისტორიულმა მაგალითებმა, როგორც არის მაგალითად საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია, გვაჩვენა, რომ თითოეული ადამიანის უფლების პატივისცემამ შეიძლება შექმნას სტაბილური და სამართლიანი საზოგადოება. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის მიზანი იყო ის, რომ დაგვენახებინათ თქვენთვის თუ რატომ არის ადამიანის უფლებების დაცვა საჭირო უკეთესი გარემოს შესაქმნელად. და მადლობა რომ მოგვისმინეთ და იმედია რა მე ახალი კარიერის. გემშვიდობებით. ნახავთ.